მარსი, მერკური, შავი მთარი არის ახლა მორიელი ზოდიაქოში და არის შეერთებაში ერთმანეთთან. და აქვს მნიშვნელოვანი ასპექტები. მარსი და შავი მთარი 24 გრადუსზე სუსტ შეერთებაში არიან. მერკური გონების მმართველი პლანეტა და მარსი ეს აგრესიის მმართველი პლანეტა არის, რომელიც შავ მთვარესთან ერთად არის და მერკური გაცდა ცოტათი, მაგრამ უახლოვდება მალე ურანის ოპოზიციას. მარსიც წავა მალე ოპოზიციასთან ურანთან. და აი ეს რას ნიშნავს ადამიანურ ენაზე რო აგიხსნათ. ახლა არ ვაკეთებ ხოლმე ხშირად მოსალოდნელ ტენდენციებზე დიდად ვიდეოებს, იმიტომ რომ ცით როგორ არის, რომ საერთოდ ტრანზიტული ასტროლოგია ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ თუ პირადი რუკა ვიცით და როგორ გავლენას ახდენს ჩვენს პირად რუკაზე. ახლა ყველა ვინც უსმენს ხოლმე აინტერესებს მათთან რა ხდება, ხო? მათთან რას გამოიწვევს ეს გარე ტრანზიტული სიტუაციები და საერთოდ შეიძლება არც არაფერი არ გამოიწვიოს. შეიძლება მნიშვნელოვანი ასპექტებიც იყოს, მაგრამ რაღაც სხვანაირად გადაგორდეს, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თანამედროვე ასტროლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს ტრანზიტულ მოვლენებს. ბევრად უფრო სხვანაირი ინტერპრეტაცია აქვს ახლა. ადრე პირდაპირ ხდებოდა მოვლენები, ახლა უფრო ფსიქოლოგიურ ენერგეტიკულ დონეზე შეიძლება იმუშაოს ამ ასპექტებმა. ეს გარკვეულწილად ყველას ეხება ენერგეტიკულ, ან ფსიქოლოგიურ, ან ფიზიკურ დონეზე. აი სამი ენერგია გვაქვს ჩვენ, ხომ, რომელშიც არ ვიცით ხოლმე სად გააქტიურდება აღნიშნული ტრანზიტები. ენერგეტიკულად გააქტიურებული, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ენერგია, სამყაროსი ახლა შემოდის და რა არის შავი მთვარე, ხო, ეს არის არაცნობიერ დონეზე ჭრთილი, არაცნობიერი, დაბლოკილი სურვილები, ემოციები, რომელიც უბრალოდ არასწორად გვესმის და მარსი ამას ძალიან აქტიურად ამოიტანს ზედაპირზე, დიდი იმპულსით. მარს აქვს იმპულსური ენერგია, ხა მე ჯერ ენერგეტიკულ დონეზე ვლაპარაკობ, ხო, აი რო აგეხსნათ, სამყაროში ახლა შემოდის ენერგია, მოდი ისე ვთქვათ, რომელიც ამოყრის იმას, რაც ჩვენში შეიძლება დაფარული იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა აქვს თავისი, ხო? დაფარული ენერგია და ენერგეტიკულ გადატვირთვას მოითხოვს ეს ენერგიები. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ფიზიკური გამოვლენა მოხდეს, მაგალითად ტრავმების სახით, ვიღაცასთან კონფლიქტების სახით, იმიტომ რომ მარსი აგრესია არის და ლილითთან ახლა სულ შეერთებაში, ეს არის ძალიან ძლიერი დრაივი აგრესიის, რომელიც იყო ქვეცნობიერში დამალული და არ ხდებოდა ამის გასუფთავება ამ უტანას ზედაპირზე. მაგალითად, სხეული ახლა ფსიქოლოგიურად რო გითხრათ, ყველა ემოციას, დაუსრულებელ ემოციას, განვლილ ძველ ემოციებს ინახავს. და როცა ჩვენ ან ვარჯიშობთ, ან ტირი ვართ მაგალითად, ხო? ან ვიღაცასთან ვჩხუბობთ, ან გამოვხატავთ რამე ფორმით ამ ენერგიას, ხელოვნებაში გავუხატავთ, ხო? ამ შიდა ენერგიას, თავის